ომის მეორე კვირაში სტრატეგიული სურათი შემდეგნაირად გამოიყურება. ამერიკის ძალა შემცირებულია იაპონიასა და გუამში განლაგებულ ბაზებზე ჩინეთის თავდასხმების შედეგად. ჩინეთმა სატრანსპორტო ფლოტის დაახლოებით 30% დაკარგა, თუმცა მაინც ახერხებს სანაპირო ზოლის მომარაგებას. ამასობაში აშშ-ს რასმ რაკეტების მარაგი ამოიწურა. თავად კუნძულზე ამჟამად დაახლოებით 30,000 ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცია განლაგებული. და მაინც ჩინეთისთვის ამ ერთი შეხედვით ხელსაყრელი მოვლენების მიუხედავად ჩინური არმიის უმაღლესი სარდლობა სრულად კმაყოფილი ვერ არის. ადგილზე სიტუაცია სულ უფრო სახიფათო ხდება. ტაივანის ძალები ჩრდილოეთში წარმატებული ჩინური დესანტირების საწყისის შოკის შემდეგ აზრზე მოვიდნენ. ყოველი გასული დღე და ყოველი კვადრატული კილომეტრი ტაივანის არმიის თავდაცვას აძლიერებს. ურბანული ომი ჩინეთის არმიისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა, რადგან ტაივანის ჯარები ქალაქის რაიონებს ციხესიმაგრეებად აქცევენ. საქმეს ისიც ართულებს, რომ ტაივანის არტილერია აგრძელებს ტაიპეისა და ტაიჩუნგის პორტების, ასევე ტაიოუენის სასაფრენი ბილიკების დაბომბვას. ნავმისადგომები და ასაფრენი ბილიკები კრატერებითაა დაფარული და დაზიანებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩინელი ინჟინრები ახერხებენ შეკეთებას, პლაჟებისკენ მიმავალი მომარაგების ნაკადი კვლავ არარეგულარული და არასაკმარისია. ჩინეთის არმიის უმაღლესი სარდლობა ამჟამად მზარდი პოლიტიკური ზეწოლის წინაშე დგას. კამპანიის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ სი ძინპინის სწრაფი გამარჯვების დაპირება არ შესრულდა.